სააკაშვილის სტატუსი თუ წაიკითხეთ, როგორც პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს კითხვა მინდა რომ დაგისვათ, რა შეფასებას მისცემდით აი მის განცხადებას, რომ პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითო და ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით უნდა ხდებოდეს. მე მგონი გაეცნობოდით სააკაშვილის განცხადებას, როგორც ყოფილი თავმჯდომარე, როგორ შეაფასებდით? არა, რა შეფასება, საქმის კურსში ვარ, ეხლა წავიკითხე, თუმცა რა შეფასება უნდა მივცე, მე ვცემ პატივს ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც იმ ორგანიზაციაში არის, ბევრ ადამიანთან ერთად 2013 წლიდან ვარ ბრძოლაში, დასაფასებელი არის გუწველი პატრიოტები ამ ქვეყნისა, ბევრი ადამიანი იქ აღარ არის, თუმცა ეს ორი სხვადასხვა პარტია, რომელშიც მე ვიყავი 2013 წლიდან ოპოზიციურ ამ პარტიაში და პარტია, რომელიც ახლა არსებობს, არა მათი საქმე თავად უკეთ იციან, თუ კი კონკრეტულად გინდათ პასუხი, დიახაც წერილებით პარტია არ უნდა იმართებოდეს, რაც არ უნდა ობიექტური მიზეზი იყოს, იმიტომ ეს წერილი შეიძლება შენ პარტიაში კი არა, ხშირად სხვის პარტიაშიც მოხდეს ხოლმე. ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ იცით, ის არის პოლიტიკური პატიმარი, ის არ იმსახურებს იყოს ივანიშვილის ტყვე ნამდვილად და არ მერიდება, როდესაც ამაზე ვსაუბრობ და ყველა უნდა ვსაუბრობდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა, მით უმეტეს ის ადამიანები, ვისაც გვაქვს პრეტენზია ვიყოთ ავანგარდში თავისუფლებისთვის ბრძოლისა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე სერიოზული კითხვები არ მაქვს კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს კითხვები არის ფაქტებით გამაგრებული და როდესაც ის იქნება თავისუფალი, ის იქნება გარეთ და საქართველოს ივანიშვილის გარეშე იქნება, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება საჯაროთაც მომიწიოს საუბარი. ამიტომ მეც ვერაფერს ვერ დავამატებდი. დიდი მადლობა.